თბილისის დეზერტირების ბაზარი საბოლოოდ მასშტაბური რემონტისთვის ემზადება. ახალი შენობებისა და ერთეულების მშენებლობა, რომელიც რამდენიმე წლით გადაიდო, ნაწილობრივ მოვაჭრეების პროტესტის გამო, საბოლოოდ წინ წაიწია. ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს დამტკიცებულ პროექტში ცვლილებები შევიდა, რაც ფასადის გარდა, სართულების რაოდენობასა და შენობის ფართობზე აისახება. შენობის სიმაღლე 21 თებერვალი მეტრი იქნება და სამსართულიანი. შენობის ფართობი 37,247,6 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, შენობის ნებართვის პირობები შეიცვალა, რომლის მოქმედების ვადა 1 წლით, 2027 წლის 27 ნოემბრამდე გაგრძელდა. პროექტი სამსართულიანია და დაყოფილია 3 დამოუკიდებელ ბლოკად. ინტერიერისთვის კომერციული ფართია და გეგმილი. შენობის ცენტრში ასევე განთავსებულია ატრიუმი, ნათქვამია განმარტებით ბარათში. შპს გალერია არენას მომავალ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მისი დირექტორი და 82 იანი წილის მფლობელია კობა გურცკაია, ციბის ჯგუფის, რომელიც საქართველოში ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა თელასი, ტელმიკოს, სელფი მობაილი, ჯორჯიან სერვის ნეტვორკის და სხვა აღმასრულებელი დირექტორი. შესაბამისად, მშენებლობა მასშტაბური იქნება და ბაზარს ახალი სიცოცხლე შეემატება. თუმცა მისი ნაწილობრივ არაჰიგიენური მდგომარეობითა და მიტოვებული ტერიტორიებით თუ ვიმსჯელებთ, ეს საკითხი დიდი ხნის წინ წამოიჭრა.